შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ვაკეში, ნაწილი მეორე. მთავრობის წევრები და სტუმრები შევარდნების ვარჯიშობის საცხერლად კარავიდან გამოვიდნენ და მათთვის განკუთვნილ სავარძლებში ჩასხდნენ. ახლა თბილისის მზე უფრო სასტიკად აჭერდა და ადიუტანტებმა ინგლისელ ელჩს და გენერლებს ჭილის ქუდები, ფართო ყალმიანი პანამები მოუტანეს. ფოვლივი წპეტაკი, თეთრი ღრუბლის ვეება ქულები, მახათა სამგორსა და კახეთის მთების გადაღმა ლურჯი ცის ტატნობზე მიჯაჭვულიყვნენ. მერმე ნელ-ნელა გაიშალნენ, ცასა და დედამიწას შორის ფარივით დაადგნენ. მზის სხივები აღარ გაატარეს და ჰაერი კიდე უფრო დაიხუთა. სიცხე აუტანელი გახდა. ცა მხოლოდ თრიალეთის მთისაკენ იყო ისევ მოწმენდილი. დედამიწას და ქალაქს იდუმალი რაღაც მყუდროება მოეფინა. სიჩუმეში ყოველი ხმაური, გერა და ხმა ზარივით ისმოდა. გამყიდველთა შეძახილი, ბავშვთა და ყმაწვილთა ყვირილი, ჰაერში მონავარდე მერცხლების ჟივილი. უცბად მჭექარე, გამყინავი ხმა გაისმა. ნაბიჯით იარ, ეს გურგენი იყო. მოვარჯიშენი ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ. სვლაში გადაჯგუფდნენ და მოედანზე დალაგდნენ. გურგენი მაგიდაზე შეხტა და მოვარჯიშედ შესძახა. სმენა, მარჯვნივ გაიჭერ. 400 მოვარჯიშე სტადიონზე გაიშალა და ჭადრაკის დაფასაებრ ოთხკუთხედად დადგა. ორკესტრმა საამური ჰანგი დაუკრა და ქალ ვაჟმა მასობრივი ვარჯიში დაიწყო. ჯერ უიარაღოთ, მერმე კი ჯოხებითა და გურზებით. ამას უფრო საზრიანი და ლამაზი ვარჯიში მოჰყვა. მერმე დარჩეულმა ჭაბუკებმა და ქალებმა რთული და მრავალნაირი პირამიდები გააკეთეს. უკანასკნელი პირამიდის დროს მოვარჯიშეებმა 5 სართული გააკეთეს. მათი სხეულების მეხუთე სართულზე გიორგი, კუკური, კორნელი, სანდრო და კიდევ 2 სპორტსმენი ავიდა. მათ გადაჭდომილ მკლავებზე, ბაქანზე, ახოვანი და კუნთებ დაგრაგნილი მოვარჯიშე, მიტო ჩიკვაიძე და ჩია ჭაბუკი, გიგა ლაფერაშვილი ავიდნენ. მიტომ გიგას ხელში ჩაშჭიდა. ადგილიდან მოსწყვიტა, მაღლა ჰაერში ბურთივით შეისროლა და მხრებზე შეისვა. ცისკენ ატოტებულ მის ხელებზე, ხელის გულებზე გიგა დაებჯინა. აიმართა და წინწვერიდან ყირა გააკეთა. მთის კალთისა და მოწმენდილ ცის ფონზე პირამიდა
ლამაზად აიხატა. ხალხს მოეწონა და მოვარჯიშენი ხუხარე ტაშით დააჯილდოვა. პირამიდებს იარაღებზე ვარჯიშობა მოჰყვა. მწვრთნელთა ჯგუფის გამოსვლას ყველანი მოუთმენლად ელოდნენ. ამ ჯგუფის ვარჯიში შევარდენის გვირგვინი იყო. 24 დარჩენილი ვაჟკაცი გურგენმა ისეთი ჩქარი, სუბუქი და ფრთაშესხმული ნაბიჯით წაიყვანა სავარჯიშო იარაღებისაკენ, თითქო შევარდნები მიფრინავენო. მწვრთნელები სამ ჯგუფად დაიყო. თვითოეულ ჯგუფში 8 კაცი დააყენა. პირველი ჯგუფი ორძელთან დადგა, მეორე ღერცთან და მესამე კი ტაიჭთან. ხალხი სულგანაბული მისჩერებოდა ტანწერწეტა კერდგანიერ ჭაბუკებს, რომელთაც მაგარკუნთებიანი ბარძაყები და შიშველ ტანზე ლურჯი შარვლები და თეთრი მაიკები შემოტმასნოდათ. პირველი ჯგუფი შევარდენთა წესისამებრ ორძელთან იდგა. მარჯვენა ფეხი მოვარჯიშეებს ოდნავ გალაჯული და ხელები ზურგს უკან დაწყობილი ჰქონდათ. აქედან მათ პირისპირ გზისპირას გამართული კარვები, ტრიბუნები, სკამებზე მჯდარი მთავრობის წევრები, სტუმრები და ხალხი ჩანდა. ხალხი ამფითეატრივით დაქანებულ მთის კალთებზე იდგა და იჯდა. აქ-აქ გაშლილი, მზით განათებული და ფერად-ფერადი ქოლგები ქალებს შუქფარივით ეხურათ თავზე. თეთრი, ყვითელი, წითელი ქოლგები შორიდან მთის კალთებზე ამოსულ ვეება სოკოებსა და ყაყაჩოებს მოგაგონებდათ. უცბად კორნელიმ ხალხში ესტატე, ვარდო, სენატორი გიორგი დადვაძე შეამჩნია და იმ რიგს, სადაც ისინი ისხდნენ, დაძაბული დააცქერდა. თავით ბოლომდე დაათვალიერა. ელო, ნინო და მიხაც დაინახა. ელოს თეთრი ქოლგა გაეშალა და მარჯვნივ და მარცხნივ მიხა და ნინო შემოსხდომოდნენ. ნინომ დურბინტი მოიმარჯვა და პირველ ჯგუფს გახედა. კორნელი შეკრთა, რადგან კარგად იცოდა, რომ ჯიბოსეულ სამხედრო დურბინტს თუ მომართავდა, კაცს ცხვირწინ დაუყენებდა. პირველი ჯგუფის მწკრივში კორნელი მეოთხე იყო. პირველი გიორგი, მეორე მიტო, მესამე კუკური და მერმე კი სანდრო. დათა გიგალაფერაშვილი და შაქრო ლათიბაშვილი იდგნენ. დათა საშუალო ტანის კაცი იყო. გიგა კი ყველაზე მომცრო, მაგრამ ტაიჭზე ვარჯიშობაში ტოლი არ ახავდა. მას ზანგივით სქელი ბაგეები, გარუჯული შავი სახე და ტანი ჰქონდა. კორნელი ნინოს თვალმოუშორებლივ გასცქეროდა. დურბინდის გამადიდებელი მინით მოახლოებული მოვარჯიშენი და კორნელი ნინოს სულ ახლოს თვალწინ დაუდგნენ. ნინოს ასე მოეჩვენა, თითქო კორნელი ხელს ჩამოართმევდა, დაელაპარაკებოდა კიდეც. ქალი შეკრთა, დურბინდი მუხლებზე დაიდო. ელოს და მიხას შეხედა, გაფითრდა და თავი ჩაჰკიდა. ზამშის პატარა თეთრ ტუფლებზე დაიხედა. ტუფლებზე მტვერი დაჰკროდა. ფეხსაცმლის წვერები ასწია, მიწაზე დააბაკუნა და გაიბერტყა. ცუდად ხომ არა ხარ? ჰკითხა ელომ. არა, მიუგო ნინომ. თუმცა თავბრუ ეხვეოდა, ყურებს ჟიჟინი გაუდიოდა. ქალი სუსტად გრძნობდა თავს. რედიკული გახსნა, აბრეშუმის თეთრი ხელთათმანებით შემოკვართული ხელის გრძელი, ვიწრო თითები, შიგ გააჯირითა, სურნელით დასხურებული პატარა ცხვირსახოცი ამოიღო, ჭილის ქუდი გადაიწია და მერმე ფიქალ შუბლზე და შავ ბუსუსებიან ზედა ტუჩზე ცვარცვარად დამჯდარი ოფლი მოიწმინდა. ელო ნინოს მალულად უცქეროდა და თვალს არ აშორებდა. ორივეს თეთრი ტანისამოსი ეცვა და ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ მიხას გვერდით მჯდარნი კორნელისათვის ადვილად შესამჩნევნი იყვნენ. გიორგი, მიტომ და კუკურიმ პირველი ვარჯიში მოათავეს.
თავის ადგილას მივიდნენ, დადგნენ და მერმე ორძელისაკენ შებრუნდნენ. ახლა კორნელის ჯერი იყო, მაგრამ იგი ისევ ნინოს გასცქეროდა და წკრივიდან გასვლა დააგვიანა. გურგენი გაოცდა, კუკური მხელი ჰკრა. კორნელი ისე დაფეთებული მოსწყდა ადგილს და ორძელისაკენ ისეთი ჩქარი ნაბიჯით წავიდა, რომ ხალხმა სიცილი დააყარა. კორნელი შერცხვა და ამან მის ვარჯიშზე ცუდად იმოქმედა. მრავალ ნაწილისაგან შემდგარი ვარჯიში ერთმანეთს ვერ გადააბა. ნაწილთა შორის ყოფნა, თანმიმდევრობა და რიტმულობა ვერ დაიცვა, ხოლო ვარჯიშის ბოლო ნაწილი კი ცუდად შეასრულა. ტაში აქა-იქ დაუკრეს. კორნელი დარცხვენილი გაჩერდა მწკრივში, შემობრუნდა და ისევ ნინოს მიაშტერდა. ნინო მიხვდა იმის გამო, რომ იბნეოდა და ცუდად ვარჯიშობდა. დურბინდი ისევ მუხლებზე დაიდო. გაჯავრებულმა მუშტი მუშტ შემოჰკრა. კორნელის იამა ნინოს რომ გული დაწყდა. გაიღიმა და გაიფიქრა. მაშ ახლა მიცქირეთ როგორ ვივარჯიშო. დამშვიდდა. გულისყური იარაღისაკენ გადაიტანა და როცა კუკურიმ ვარჯიში დაამთავრა, მაშინვე ორძელისაკენ დაიძრა. ჩქარი ნაბიჯით წავიდა. იარაღთან ლამაზად გაჩერდა. ხელები შევარდენის ფრთებივით გაშალა. ორძელს დააფრინდა და ძლიერი ქანით პირდაპირ ყირაზე გაჩერდა. ყირიდან მოსწყდა. ძელებზე იღლიებით დატრიალდა. ხელები უშვა. ტანი ისარივით მაღლა ცისაკენ შეისროლა და მერმე შვეული ხაზით წამოვიდა. ძელზე დაახტა და დატაცით ყირაზე დადგა. ახლა ყირიდან დაეშვა კორნელი, ძელები ლაჯებში ამოივლო, მაკრატელივით გაშლილი ფეხები შეაერთა. წინწვერიდან ძელთა შორის ჩავარდა, ზედ ხელებით დაეკიდა და კიდიდან ქვედა ამართით. ისევ ყირაზე დადგა. ბოლოს მარჯვენა ხელი ძელს შეაშველა. ცალძელზე მარტოკა მარცხენა ხელით გაჩერდა. მარჯვნითაც დაებჯინა, დაეშვა, ორძელს ხელი უშვა, ფეხები ხელებს შორის გაატარა, მიწაზე ფეხის წვერებზე დახტა, ზამბარივით წამოდგა, წავიდა, წკრივში დადგა და ზურგისაკენ შებრუნდა. ტაშმა იგრიალა. ყმაწვილებმა ახტაცების ნიშნად სტადიონზე მტრედები ააფრინეს. მტრედები მაღლა, ცის ტატნობისაკენ აიშალნენ. მთელ სტადიონს ფრთების ტკრციალით და დავლურით შემოუარეს და მათ თეთრ ფრთებზე არეკლილი მზის სხივები ცაში ეჟუნების უცხო ჟღარუნივით გაისმა. თითქოს მთა და ბარს და სტადიონზე თავშეყრილ ხალხს კორნელის ვარჯიშით მოჯადოებული ყმაწვილების ახტაცება მოჰფინესო. ნინო მისევ მუხლებზე დაიდო დურბინდი და ახლა მტრედებს მანაც ახტაცებით ახედა. ელომ უკმაყოფილოდ უთხრა: რა მოცლილი ხალხია, მხოლოდ ჩაცმა დახურვას, ჭამას მასა და სანახაობას ეტანება. სხვა დანარჩენი ფეხებზე ჰკიდია. ამ ჩერჩეტებს ასე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება კი არ გახარებიათ. ელომ ქმარს ქოლგა დააკავებინა. ბედნიერმა ქმარმა ცოლსა და ცოლისდას ნეტარებით გადახედა. ახლა მეორე და მესამე ჯგუფმა დაიწყო ვარჯიში. პირველი ჯგუფი ღერცთან მივიდა. აქაც პირველობა კორნელის დარჩა. მრავალი და რთული ნაწილებისაგან შემდგარი ვარჯიშის მერმე კორნელიმ აღმატრიალიდან ტანი წამიერად ღერძზე შეაჩერა. ყირაზე დადგა და ყირიდან წამოვიდა. ღერძს ხელები გაუშვა. თითქოს მერცხალმა ფრთები გაშალა და კერდით ჰაერს მოაპოფსო. ტანი ჰაერშივე მოჰკეცა. მერმე გამართა. კალმახივით სწრაფად მოიქნია და მიწაზე დაფრინდა. ღერძიდან ასეთ ხტომას შევარდენები მერცხალს ეძახდნენ. ახლა უფრო მეტი ტაშის ცემა გაისმა,
ყმაწვილები ერთთავად გაგიჟდნენ. სამჯერ მეტი მტრედები ააფრინეს სტადიონზე. მერცხლები დაფრთხნენ. დაბლა ნავარდით დაეშვნენ. ხალხის ცხვირწინ ჩაიქროლეს და ნინოს გრძელ წამწამებს კინაღამ ფრთა შეახეს. ნინომ ხელი მოიშველა, მოიქნია და კისკისით მიხას მიაწყდა. მიხამ ამ შემთხვევით ისარგებლა. ნინოს გამხდარ მხრებზე ხელი მოხვია, მოსწია, ქალი ჩაიხუტა და გულუბრყილო ბავშვივით დაიძახა. მერცხალი, მერცხალი! მერმე დაიხარა. ნინოს თვალებში ჩახედა, ჩაიხვიხვინა და ცხენივით გრძელი კბილები გამოაჩინა. ელომ მრისხანედ გადახედა და ხბოსავით აკუნტრუშებულმა აყლაყუდა მხატვარმა ნინოს მაშინვე ხელი უშვა. ყველანი კორნელის ვინაობას და სადაურობას იძიებდნენ. ჩემი მეგობარია კორნელი მხეიძე, ეუბნებოდა მიხა მეზობლებს. ჩემი დისწულია. იკვეხნიდა კორსეტით შეწუხებული, ოფლში გაღვარული დეიდა ელენე და ინსპექტორ ჯანელიძეს და მასწავლებლებს ეუბნებოდა. ენაცვალოს დეიდა. ნეტა დედამისი ტერეზა აქ ყოფილიყო და მისთვის ეცქირა. ო რა გაეხარდებოდა? ჩვენი ყოფილი მდგმურია, სტუდენტი. იგი ახლახან დაბრუნდა ახალციხის ფრონტიდან. ბრძოლაში ასკერი მოუკლავს. კარგი ჭაბუკია, ნიჭიერი და წესიერი. ჩინებულად ვარჯიშობს. აცნობდა იუსტიციისა და განათლების მინისტრებს ესტატე მაყაშვილი კორნელის. ამ მწვრთნელთა ჯგუფი საქართველოს ქალაქებს რომ მოივლიდეს ძალიან კარგი იქნებოდა. განაცხადა განათლების მინისტრმა. ახალგაზრდობა დაინტერესდებოდა. ჩვენ ყველგან სატანვარჯიშო საზოგადოება უნდა ჩამოვაყალიბოთ. საერთოდ შევარდენს, ფართო გასაქანი უნდა მიეცეს ჩვენს ქვეყანაში. სპორტი ხალხს აჯანსაღებს, სიმხნევეს და მამაცობას უნერგავს. ჩინებული აზრია, დაეთანხმა მას ესტატე, იუსტიციის მინისტრი და სენატორი დადვაძე. შემოდგომაზე ჩვენ სამხედრო სკოლას ვხსნით და ამ ბიჭებისგან ჩინებული ოფიცრები გამოვლენ, თქვა სამხედრო მინისტრმა. ახლა პირველი ჯგუფი ტაიჩთან იდგა. კორნელი ისევ ნინოს მიშტერებოდა. ნინო გაფითრდა. უმალვე მოაგონდა ყოველივე პაემანი, ჩხუბი, კორნელის წერილი და სული შეეხუთა. შენ ისევ მას უცქერ? ჰკითხა ელომ. მას და სხვებსაც ამზერად მიუგო ნინომ. ვიცი, მის წინაშე ისევ გადნები და ისევ თავიდან დაიწყება შენი წამება. ძლივს გამოჯანსაღდი და ახლა ისევ ავად გახდები. დაგესლა ელომ. თავი გამანებე. უკმეხად შენიშნა ნინომ. მე გაფრთხილებ. შენ კი როგორც გენებოს ისე მოიქეცი. ო როგორ მომბეზრდა ეგ დაუსრულებელი ჩიჩინი, ნეტა ვიცოდე. მიხამ გაიფიქრა. ნინო თუ კორნელის შეურიგდა და ჩემი ნათქვამი გადასცა, დიდი უსიამოვნება მოხდება. ქალთა შორის მოქცეულმა უხერხულობა იგრძნო. თითქო ორ ცეცხლშუა მჯდარიყოს. ფეხბურთის მერმე საღამო მოატანა. მზე მთის მწვერვალებისაკენ დაეშვა და ვაკეში ოდნავ აგრილდა. მთავრობის წევრები და სტუმრები მანქანებში, ლანდოში, ეტლებში ჩასხდნენ და ქალაქისაკენ გასწიეს. ჯარმა და ხალხმაც ქალაქისაკენ იწყო დენა. ნაწილი ხალხისა კი ჯგუფ-ჯგუფად გაიყო. ქეიფის მოყვარული მოქალაქენი მოტანილი სანოვაგით მთის კალთებზე დასხდნენ. ღვინის სმა და ღრეობა დაიწყეს. კორნელი და სანდრო ქალაქში მიმავალ გზისკენ გაეშურნენ. ნაცნობი და უცნობიც გარშემო ეხვივნენ.
უცბად კორნელისთან ესტატე და ვარდო მივიდნენ. ხელი ჩამოართვეს და მათაც თავისი აღტაცება გამოსთქვეს. მათთან ელო, ნინო და მიხაც მივიდნენ. ვარდომ ჯერ კორნელის და მერმე კი ფერმკრთალ გამხდარ და დასუსტებულ თავის ქალს შეხედა. ნინო შეეცოდა, გული შეეკუმშა. კორნელი კი შეჯავრდა, რადგან თავისი ქალის მტანჯველად მიაჩნდა. ჩუმად უთხრა ესტატეს, შეხედე ნინო რას აღგავს. დაიქანცა, წავიდეთ. მაყაშვილებს ეტლი გზაზე უცდიდა. ისინი აღმართ შეხვდნენ. კორნელიმ ნინოს ზურგსა და გამხდარ მხრებს თვალი მიაპყრო. ნინო შეკრთა. მხრები ასწურა. თითქო მის ზურგს ვიღაცამ ხელი შეახო. ბავშვივით გულუბრყვილო საბრალო და მუდარით სავსე თვალებით შემოხედა კორნელის. წარბები ფართო შუბლზე გაფრენილი მერცხალივით შეათამაშა და ტუჩები წინ წამოზიდა. თითქო კორნელის ხვედრიდა. ხომ ხედავ შენს გამო რა დღეში ვარ, როგორ დავიტანჯე. კორნელი მაშინვე მიხვდა ნინოს გამოხედვის აზრს. აღელდა. მანაც მუდარით შეხედა და როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, ორივენი ჯადოსნურ ბადეში გაეხვდნენ. ნინოს ფეხი შეეშალა, თავი ჩაჰკიდა, ნელი ნაბიჯით შეუდგა აღმართს და შობლებს ჩამორჩა. კორნელი დაეწია. კლავში ხელი გამოსდო და აღმართზე ასვლაში მიეშველა. ნინომ გაუღიმა და შემკრთალი შველივით შემოხედა. მზის დამწვარ სხეულზე კორნელის ალმური მოსდებოდა. ჭაბუკის ღონიერი ხელი ქალის გრილმკლავს მარწუხივით შემოეჭდო. ქალი აცახცახდა და გული მახეში გაბმული ჩიტივით აუფართხალდა. დუმილით მიდიოდნენ. კორნელი დაცხრა. გამშრალ ყელში ნერწყვი ძლივს გადაიტანა და ნინოს დახშული ხმით ჰკითხა. ჩემი წერილი თუ მიიღეთ? მივიღე, დარცხვენით მიუგო ქალმა. ისევ გულის დამაღონებელი დუმილი ჩამოვარდა. კორნელიმ გაუბედავად შეაპარა. მერმე პასუხს ელოდა. ნინო კი თრთოდა. სულ თქვა უძნელდებოდა და ვერაფერს ვერ ეუბნებოდა. მე ის წერილი, დაიწყო კორნელიმ, სულ მოუთქმენლად ერთბაშად დავწერე, როდესაც სამშობლოდან გადმოხვეწილი მთვრალი რუსი ოფიცერი რესტორანში კაეშნით მღეროდა ძველ რომანსს. მე იმ რომანსის სიტყვები мы так недавно, так нелепо разошлись, გულში ჩამწვდა. ქაღალდის ხელსახოცი ავიღე და ზედ ცხელ გულზე დავწერე. ის წერილი ჩემი გულის ამოძახილია. ახლაც ვიზიარებ ყოველივეს, რაც შიგ წერია. კორნელი ისეთი გულახდილი ხმით ლაპარაკობდა, რომ მისი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ახლა ნინოს აღარ შეეძლო. ისევ კორნელის წერილი და ის ადგილი მოაგონდა, სადაც ეწერა. ჩემი დაღუპვის და ჩემი გადარჩენის სათავეც თქვენს ხელთ არის. პასუხის მგებლობა იგრძნო. კორნელი შეეცოდა და მიუგო. მე გიპასუხებთ იმ წერილზე. როდის? ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. იმ პაემნის დროს შესაძლოა გადავაჭარბე. მაგრამ როდესაც ყველაფერს შეგატყობინებთ, მაშინ დარწმუნდებით, მართალი რომ ვიყავი. მიუგო ნინომ. როდის შევხვდებით ერთმანეთს? მოუთმელად ჰკითხა კორნელიმ. დიდხანს და აღარ შემიძლია, გავგიჟდები. ჩვენ მალე გავემგზავრებით ქვიშხეთში. როდის?
ამ ერთ კვირაში ერთი კვირა კიდე უნდა ვიცადო? არა, მანამდე. ამ დროს ვარდო მოიხედა. კორნელი და ნინო ცალკე მომავალი დაინახა, მათ დააცქერდა, ყველაფერს მიხვდა და კაეშნით გაიფიქრა. ნინო მარწმუნებდა კორნელისთან საქმე გავათავე და დამშვიდდითო, ახლა კი რა დღეშია. უმალვე დაივიწყა ყველაფერი, რაც მასა და კორნელის შორის მოხდა. არა, მათ ძალიან შორს შესტოპეს. როგორ იქნება მათი საქმე არ ვიცი. ნუ თუ კორნელი ნინოს ბედია. ღმერთო დიდებულო.